ზურიკო დავითაშვილი გუნდს გლაზგოში არ გაყვა, ნუ თუ ეს პროტესტია ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ნამდვილი მოღალატე, დიდი სკანდალი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. გიორგი მამარდაშვილს კი ახალი მწვრთნელი ყავს. არის თუ არა ეს ცუდის მანიშნებელი ან საგანგაშო ქართველი მეკარისთვის. ამ ყველაფერს დღეს გავიგებთ, მე კი თქვენით გაოცებული ვარ. ვიდეოში, სადაც ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ვცადეთ 2000 მოწონებაზე ასვლა, არ გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან მიუახლოვდით. სიმართლე გითხრათ, არც იმის მჯეროდა, რომ მაგდენზე მაინც შევძლებდით ასვლას. ამიტომ ახლა აბსოლუტურად ყველა ვისაც ჩემი ხმა გესმით, თქვენზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ამჯერად, მივაღწიოთ ჩვენ მიზანს. ავიდეთ 2000 ლაიქზე. საინტერესოა როგორ მოიქცევა თითოეული თქვენგანი ასეთ სიტუაციაში. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. არსებული ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში გაემგზავრა, სადაც რეინჯერსთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, გლაზგოში გუნდთან ერთად არ გაემგზავრნენ გუნდის ლიდერები ზურიკო დავითაშვილი და ლუკას სტასინი. როგორც ფრანგული გამოცემა Foot 1 წერს, მოსალოდნელი იყო, რომ სენტ-ეტიენს შოტლანდიაში რამდენიმე ფეხბურთელი არ გაყვებოდა, თუმცა დავითაშვილისა და სტასინის განაცხადს მიღმა დატოვება ნამდვილად გასაკვირი აღმოჩნდა. რაც შეეხება ტრავმას, ეს გარემოება თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ორივე ფეხბურთელმა 2 დღის წინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ასევე საგულისხმოა, რომ ივლისში სენტ-ეტიენმა 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა და დავითაშვილს მონაწილეობა არც ერთ მატჩში არ მიუღია. როგორც ვიცით, სენტ-ეტიენი ზურიკოს მსურველ კლუბებს დიდ თანხას თხოვდა, რაც პრობლემურს ხდიდა ტრანსფერის რეალურობას. და ეხლა 2 ვარიანტი გვაქვს. ზურიკოს ეს ჟესტი ან პროტესტია კლუბის წინააღმდეგ, ან უბრალოდ ოლიმპიაკოსმა შესთავაზა საკმარისი თანხა სენტ-ეტიენს და ქართველი განაცხადში სწორედ ამიტომ არაა. მე პირადად არ გამოვრიცხავ პროტესტს, რადგან ფეხბურთელებისგან ხშირი პრაქტიკაა, როდესაც კლუბი არ უშვებს. თუმცა უფრო მეორე ვარიანტისკენ ვიხრები და მგონია ზურიკოს ახალი კლუბის ფორმაში ვიხილავთ. რაც ყველაზე შოკის მომგვრელია, ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიაკოს გიორგი ქოჩორაშვილის შეძენად სურს. 2 ქართველი შესაძლოა ერთად ივარჯიშებს და ითამაშებს. გიორგი ქოჩორაშვილი ახალი სეზონისთვის სპორტინგთან ერთად ემზადება. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ყავს და ახალი ვარიანტის შესახებ დაიწერა. სპორტინგთან დაახლოებული სატრანსფერო ექსპერტის ფლავიო კოსტას მიხედვით, ქოჩორაშვილი ოლიმპიაკოსია დაინტერესებული. თეთრი წითლებს ლომებისთვის წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვალოს. კომენტარებში დაწერეთ, როგორ ფიქრობთ, კარგი იქნება თუ არა 2 ქართველის ოლიმპიაკოსში გაერთიანება. ჩემი აზრით კი გიორგი ქოჩორაშვილი კატალონიის ბარსელონას მოუხდებოდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებს ან ყველა ერჩის, ან რაღაც ცუდი პერიოდი დაუდგათ. ხვიჩა, რომელიც დამსახურებულად საუკეთესო ფეხბურთელია, გოლები, საგოლე მოქმედებები ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში, ტიტულები, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც და ის პირველ ადგილზე კი არა, ტოპ-10-შიც კი არა უმეტეს გამოცემაში. პლუს არსებობენ ქართველები, რომლებიც პირიქით ზირავენ მას და სხვა უცხოელ ფეხბურთელებს უჭერენ მხარს. ხვიჩას კი ლანძღავენ და ამბობენ, რომ არაფერს არ იმსახურებს. ზურიკოს კლუბიდან არ უშვებდნენ. მიქაუტაძეც ვეღარ ანათებს როგორც ერთ დროს. მამარდას და ქოჩორაშვილსაც არ ეძლევათ ბევრი შანსი. როცა ეძლევათ, რთულად იყენებენ. იმ ბრწყინვალე ევროს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი აზრით დროის ამბავია. ამ ყველაფერს დაძლებენ. ევრომ ყველა ტოპში აწია და წნეხს ვერ გაუსლეს. დაწერეთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. როგორ თვლით, რატომ ვეღარ ანათებენ ჩვენი ბიჭები როგორც ევროზე? სანამ ვიდეოს მთავარ თემაზე გადავალთ, შემოგთავაზებთ არხის გამოწერას, რომ არ გამოტოვოთ სპორტული სიახლეები. რა თქმა უნდა, შეგიძლია არ გამოიწერო და ისე უყურო, თუმცა თუ მხარს დაგვიჭერ, კარგი იქნება. კვარაცხელია იჩაგრება. მის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედია და უსამართლო ორგანიზაცია დგას. ლუიშ ფიგუმ, რომელიც რეალის და ბარსას გულშემატკივრებში მოღალატედაა ცნობილი, განცხადება გააკეთა, რომელმაც ძალიან გამაბრაზა მეც და სხვა ქართველი გულშემატკივრებიც. და ყველაზე მტკივნეული, რომ ხვიჩა ზურგში დანას თანამემამულეებიც უმატებენ. ამიტომ მთელი ერი გაერთიანებას ვცდილობთ. უკვე გადაღეჭილი და აშკარა თემაა, რომ კვარა ოქროს ბურთს იმსახურებს, ყველაზე მინიმუმ ტოპ 3-ში ყოფნას მაინც, რაც ასევე უსამართლოა, თუმცა თვალს დახუჭავ. მაგრამ პროპაგანდისტები საერთოდ სიაშიც კი არ სვავენ კვარას, ქართველს მაყურებლის თვალს უმალავენ, რადგან რაც ნაკლებად გამოჩნდება ხვიჩა, მით ნაკლებია შანსი, რომ მისცენ ოქროს ბურთი.
მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა არ შეიძლება, რადგან ფურიაროხამ წარმატებას უმეტესწილად გუნდური ფეხბურთის ხარჯზე მიაღწია. ყოველივე აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარი ოქროს ბურთის კანდიდატებზე იწყება, გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება ყველას უჭირს. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ კი, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო პრიზზე დაუსვეს შეკითხვა, ასეთი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი არ შეუსრულებია, როდრიმ არაჩვეულებრივი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარა. მბაპე და მისი ბრწყინვალე თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე არის იმის გარანტია, რომ კილიანი ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. საუკეთესოებს შორის უნდა იყვნენ PSG-ს ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგეს. სწორედ ამიტომ საჭიროა მთელი წელი გავითვალისწინოთ და არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი. ლოგიკურია, რომ მუნდიალმა სასწორი რომელიმე მოთამაშის მხარეს გადაწონოს, მაგრამ ევროპის ქვეყნების ტოპ ლიგებსა და ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენების შედეგიც აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ. პარი სენ-ჟერმენი ვახსენე და ამ გუნდიდან გამოვყოფდი ვიტინიას და დეზირე დუეს. ამ ორი ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არც თუ კარგად წარიმართა, განსაკუთრებით დუესთვის, თუმცა ამ უკანასკნელს აბსოლუტურად ყველა ვერსიით კანდიდატებს შორის შევიყვანდი. შეგიძლიათ დამეთანხმოთ, ან არ დამეთანხმოთ, ან საერთოდაც აღარ უყუროთ ჩემ ვიდეოებს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. ლუიშ ფიგუ არის ოფიციალურად კლოუნი. მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა ავიღოთო და PSG-დან ვიტინიას და დეზირე დუეს გამოვყოფდიო. როგორ შეიძლება გამორჩენოდა ან უბრალოდ დავიწყებოდა სეზონის MVP? ეს ხომ სისულელეა, უბრალოდ დადგმული სპექტაკლია. ერთხელ მოღალატე სამუდამოდ მოღალატეა. ბევრი ცნობილი ადამიანი მოგვიწოდებს, რომ ყველგან წეროთ ის სიმართლე, რომლის დამალვასაც კორუმპირებული FIFA ცდილობს. დავწეროთ კომენტარებში, რომ ხვიჩა იმსახურებს ოქროს ბურთს. გავუშვათ დომინოს ეფექტი. ერთი დაწერს, მაგას მოყვება მეორე, მესამე. მერე უცხოელი გულშემატკივრებიც გვერდდებიან. ინტერნეტში უკვე ერთი ამბავია და სიმართლეს ვერასდროს მოკლავს ვერც ერთი კორუმპირებული ორგანიზაცია და ვერც ის ერთეული მოღალატეები, რადგან ადეკვატური გულშემატკივრები მეტნი ვართ, ვიდრე დაბოღმილი ვირთხები. მეც ვუერთდები ამ კამპანიას და მოგიწოდებთ ყველგან წეროთ კულტურულად ჩვენი აზრი, რომ ხვიჩა იმსახურებს ოქროს ბურთს და აუხსნათ კიდეც რატომ იმსახურებს. გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს მეკარეების ახალი მწვრთნელი ყავს. ადონი ირალოას სამწვრთნელო შტაბი ჩავივალე, რომ დატოვა. მის სანაცვლოდ კი წითლების მეკარეებთან ალეხანდრო როსალენი იმუშავებს. 59 წლის ესპანელი სპეციალისტი 2021 წლიდან ნაპოლიში მუშაობდა და პარტენოპეისთან ერთად 2 სკუდეტო მოიგო. მანამდე 8 წლის განმავლობაში ის ფიორენტინაში მუშაობდა. პრესკონფერენციაზე წითლების მთავარმა მწვრთნელმა ადონი ირალოამ რამდენიმე თემაზე, მათ შორის მეკარეების საკითხზეც ისაუბრა. კმაყოფილი ვარ იმ არჩევნით, რომელიც მეკარის პოზიციაზე გვყავს. გუნდში არის ალისონი, მამარდაშვილი. ვფიქრობ, ეს პოზიცია საიმედოდ გვყავს დაკომპლექტებული. გასახდელში ალისონი ძალიან დიდ როლს ასრულებს. მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება ახალწვეულების და ახალგაზრდა ფეხბურთელების სწრაფი ადაპტაციისთვის. ჭირდება ვირჯილ ვან დაიკი, ალისონი, ჯო გომესი, ფეხბურთელები, რომლებმაც აქ დიდი დრო გაატარეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან დაგვეხმარებიან. ალისონი გამოტოვებს ამ შეკრებას და ამხანაგურ შეხვედრებს. ეს კარგი ნიშანია გიოსთვის. ასევე ის, რომ ახალი მწვრთნელი ნაპოლიდანაა და თავისი თვალით აქვს ნანახი თუ როგორია, როდესაც კლუბი ქართულ ფეხბურთელს მიენდო და 2 ტიტული მოიგეს. დაწერეთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. შეძლებს თუ ვერა მამარდაშვილი ალისონის ადგილი დაიკავოს, თუ დროა კლუბი შეიცვალოს. ბარსელონა დარწმუნებულია, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას შეძლებს. ინფორმაციას ესპანური მარკა ავრცელებს. კლუბში მიიჩნევენ, რომ ზეწოლასა და ლოდინისგან შემდგარი ტაქტიკა შედეგს მალე გამოიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკო ჯერ კვლავ უარსია. ბარსელონას ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადამწყვეტი როლი შესაძლოა თავად ფეხბურთელის მხრიდან ზეწოლა მითამაშოს. წყაროს ინფორმაციით ალვარესი განიხილავს შესაძლებლობას არ გამოცხადდეს 10 აგვისტოს დაგეგმილ პირველ ვარჯიშზე, რაც ატლეტიკოსთვის მკაფიო მესიჯი იქნება. არგენტინელის სურვილის გარდა გადავიდეს ბარსელონაში, კლუბი ზეწოლის ინსტრუმენტად ასევე იყენებს იმ ფაქტსაც, რომ 100 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება დროში შეზღუდულია. ბარსელონაში დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში ატლეტიკო მაინც დათმობს პოზიციებს. მადრიდულ კლუბში კვლავ
მეხის პოზიციას ინარჩუნებენ და მოთამაშის გაყიდვაზე უარს ამბობენ. ყველაფერი უახლოეს 10 დღეში გადაწყდება. მე ვფიქრობ ალვარესი ძალიან კარგი ვარიანტია ბარსელონასთვის და კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს. აუცილებლად უნდა გაგიხარდეთ ეს ტრანსფერი თუ შედგება. მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა პოზიციას ინარჩუნებს ატლეტიკო, ფიქრობ ცოტა რთული ტრანსფერი იქნება. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ. მიუნხენის ბაიერნის შემტევს მაიკლ ოლისეს კარიერის გაგრძელება მადრიდის რეალში სურს. სპორტბილდის ინფორმაციით 24 წლის ფრანგმა ეს სურვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას საბოლოოდ ჩამოაყალიბა. წყაროს ცნობით ოლისემ საკუთარი გეგმების შესახებ საფრანგეთის ნაკრების თანაგუნდელებს უკვე უამბო, თუმცა ბაიერნის ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრია. გადამწყვეტი როლი მის გადაწყვეტილებაში კილიან მბაპემ ითამაშა. რეალის ვარსკვლავი და ოლისი ახლო მეგობრები არიან და მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მბაპე აქტიურად ცდილობდა თანაგუნდელების დარწმუნებას, რომ კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა. გავრცელებული ინფორმაციით მბაპე ოლისეს უხსნიდა, რამდენად წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო მათი დუეტი რეალში. არწმუნებდა, რომ კლუბს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება და ასევე მადრიდში ცხოვრების უპირატესობებზეც ესაუბრებოდა. სპორტბილდის ცნობით საფრანგეთის ნაკრების ესპანეთთან ნახევარფინალში 0-2 დამარცხების შემდეგ მბაპემ რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერეს აცნობა, რომ ოლისესგან ტრანსფერთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები მიიღო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგაა. მსოფლიო ჩემპიონატზე იმედგაცრუების შემდეგ ოლისეს სურვილი რაც შეიძლება მალე მოიგოს. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი კიდევ უფრო გაძლიერდა. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ამ მიზნის მიღწევის შანსი რეალში გაცილებით მაღალია ვიდრე ბაიერნში. ბაიერნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ოლისეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ არის გაწერილი. სპორტულმა დირექტორმა მაქს ებრელმა მარტში განაცხადა. მაიკლს ჩვენთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მასში გამოსასყიდი პუნქტი არ არსებობს. ამიტომ შვიდად ვართ. ასევე სპორტბილდის ინფორმაციით ბაიერნი მზადაა მისი წლიური ხელფასი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 14 მილიონ ევროს შეადგენს. 25 მილიონ ევრომდე გაზარდოს. ასეთ შემთხვევაში მადრიდის რეალში მასზე მეც მხოლოდ კილიან მბაპე მიიღებს. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, პირველ რიგში გსურთ თუ არა ოლისე იხილოთ მადრიდის რეალში. მერე კიდე რამდენად რეალურია რომ ეს ტრანსფერი მოხდეს, რადგან კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ არსებობს, ხოლო ბაიერნი მის ხელფასს საგრძნობლად გაზრდის. ჩემი აზრით, თუ მადრიდის რეალი და ფლორენტინო პერეზი მბაპესთან ერთად მოახერხებენ მაიკლ ოლისეს გადაბირებას, ეს იქნება საუკეთესო ტრანსფერი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. ასეთი დიდი და ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. აუცილებლად დაალაიქე ვიდეო თუ მოგეწონა, ან საინტერესო მაინც თუ აღმოჩნდა და გამოიწერე არხი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით უფრო საინტერესო და უფრო ცხელი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.